BNB, ანუ Binance-ის coin-ი ავიდა ახალ რეკორდულ ჰაიზე. Coinbase-ის დირექტორი ბრაიან ამსტრონგი ამბობს, რომ 2030 წელს ვიხილავთ $1 მილიონ ერთ ბიტკოინისთვის. ტაილანდში გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, რომ უცხოელ ტურისტებს შეეძლებათ, რომ კრიპტოთი შემოვიდნენ ქვეყანაში და კრიპტოთ გადაიხადონ, მე სხვა რაღაცები, რაც ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება არის. გამარჯობა, მე ვარ გიორგი ბიტნეტიდან, ეს არის ჩვენი კრიპტო ნიუსი, რომელიც კვირაში ერთხელ გამოდის YouTube-ზე. თუ გაინტერესებს კრიპტო თემები, მაშინ გამოიწერე ჩვენი არხი. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ სამ სხვა თემაზე. პირველი, აუა თუ არა ბიტკოინი $1 მილიონ 2030 წლამდე, რა ხდება ტაილანდში კრიპტოსთან დაკავშირებით და ზოგადად რა ხდება ბაზარზე. მოდი დავიწყოთ ბაზარზე. რა ხდება? ბოლო 1-2 კვირის მანძილზე საკმაოდ დიდი მოძრაობები იყო ბაზარზე, სადაც ნახეთ 10%-იანი ვარდნა ბიტკოინშიც, ეთერიუმშიც და სხვა coin-ებშიც, თუმცა ისიც ნახეთ, რომ BNB, ანუ Binance-ის coin-ი ავიდა ახალ რეკორდულ ჰაიზე. ზოგადად აგვისტოს ეს ბოლო 2 კვირა ცოტა არეული აღმოჩნდა. ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ უცბად მოხდებოდა ყველაფერი და როცა ეთერიუმმა დაიწყო თავისი მოგზაურობა ახალი რეკორდისკენ, ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ всё, დაწყებული ალ-სეზონი და მოკლედ მან დიდი ფული უნდა გაკეთდეს, თუმცა მე მივიღეთ პატარა კორექცია და ფასები ცოტა ჩამოვარდა და თუმცა დიდი სხვაობა არც გვაქვს, თუ ეთერიუმი 4700-დან 4300-მდე არის ჩამოვარდნილი. ნუ აქ როგორც ყოველთვის როცა გვაქვს სწრაფი ზრდა და მე სწრაფი კორექცია, ხშირად ვისმენთ ხოლმე, რომ всё, ეს იყო, დამთავრდა და დიდი პანიკა არის ხოლმე. ანუ ეთერიუმი შეიძლება იყოს $2000-დან $3000 ფარგლებში, არავინ ამაზე საერთოდ არ ლაპარაკობდეს და უცბად რო ავარდება და მე ვარ ნახდება, უკვე ძალიან დიდი პანიკა არის ხოლმე ბაზარზე. ხშირ შემთხვევაში ჯობია ხოლმე, რომ ეგეთი მიდგომა არსებობს, რომ zoom out-ი გავაკეთოთ, ხო? ანუ ის შევაფასოთ ყოველდღიურად რა ხდება და პირველ რიგში თუ ვართ გრძელვადიანი ინვესტორები, არამედ უყუროთ ტენდენციებს, ხო? ტენდენციას თუ აკვირდებით, რა ღირდა ეთერიუმი 1 თვის წინ და დღეს რა ღირს, საკმაოდ დიდი სხვაობა გვაქვს. რა ღირდა ბიტკოინი 1 თვის წინ და რა ღირს ეხა დაახლოებით ერთი და იგივე ღირს. ანუ რეალურად არაფერი დიდად არ შეცვლა. მაგრამ დიდ სურათს როცა ვხედავთ და მაგალითად როცა ვიყურებით, ეხა 5 წლის შემდეგ რა უნდა მოხდეს, ხო? და ეხა რომ გადავიდეთ მეორე თემაზე, რომელიც არის აუა თუ არა ბიტკოინი $1 მილიონ 5 წელიწადში, ხო? აი აქ ვიღებთ მაგალითად Coinbase-ის დირექტორი ბრაიან ამსტრონგი ამბობს, რომ ის ფიქრობს, რომ 5 წელიწადში ჩვენ ვიხილავთ, ანუ 2030 წელს ვიხილავთ $1 მილიონ ერთ ბიტკოინისთვის. ანუ 10x-ი დღევანდელ ფასებიდან, ხო? თუ ჩვენ ამ პერიოდზე უყურებთ და ჩვენს ვიზიარებთ, მე პირადად ვიზიარებ ამ იდეას, მაშინ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა ფასში მერყეობს დღეს ბიტკოინი, ანუ 124 ღირს დღეს თუ 113 თუ 5 წელიწადში მილიონი უნდა ღირდეს. პირიქით, თუ ღირს უფრო ნაკლები დღეს და მაინც მჯერა რომ ეს ესე იქნება, მაშინ ეგ მე მაწყობს, იმიტომ რომ უფრო მეტი ბიტკოინი მექნება, თუ რა თქმა უნდა შესაბამისი ფინანსები გამაჩნია, რომ დღესაც ვიყიდო, ვიდრე მაქვს რეალურად დღეს. რამ შეიძლება ახლა გამოიწვიოს $1 მილიონ ერთ ბიტკოინისთვის, ნუ მაგაზე ბევრი ვილაპარაკეთ. პირველი და მთავარი თემა არის რეზერვი, რომელიც ამერიკის სახელმწიფოს აქვს შექმნილი. მეორე არის, რომ დიდი ინტერესები კრიპტო ETF-ების მიმართულებით, ახალი რეკორდული ფულების შესვლა და მოძრაობა ამ მიმართულებით და ის, რომ ამერიკა როცა ლიდერობს რაღაცა საკითხში, როგორც არის რეზერვი, ეს რა თქმა უნდა მოქმედებს სხვა სახელმწიფოებზე და შესაბამისად მანდ შეგვიძლია ცვლილებები მივიღოთ. შეიძლება ეს არ მოხდეს ევროპაში, იმიტომ რომ ევროპა შენელებული არის ხოლმე სიახლეების მიმართ, მაგრამ ევროპის იგითაც ძალიან ბევრი საინტერესო ქვეყანა არსებობს. ხო და ზოგადად კიდევ ერთხელ გავიმეორებ, zoom out-ი გავაკეთოთ, შევხედოთ სად იყო კრიპტო 4 წლის წინ, თუნდაც შევხედოთ სად არის დღეს, რო გეთქვათ 4 წლის წინ, რომ ჩვენ მივიღებდით ამერიკულ რეზერვს, მივიღებდით ბიტკოინის, ეთერიუმის, სოლანას ETF-ებს და Dogecoin-ის ETF-ებზე იქნებოდა საუბარი, ყველას ეგონებოდით, რომ ხართ გიჟები. და დღეს ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. შესაბამისად 5 წელიწადში კიდევ უფრო მეტი საინტერესო ამბები გვექნება და კარგი დროა, როგორც ყოველთვის, რომ შევიძინოთ ბიტკოინი. მესამე თემა არის უკვე რა ხდება ტაილანდში. ტაილანდში გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, რომ უცხოელ ტურისტებს შეეძლებათ, რომ კრიპტოთი შემოვიდნენ ქვეყანაში და კრიპტოთ გადაიხადონ, მე სხვა რაღაცები, რაც ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება არის. ხო, იდეაში შენ შეგიძლია დოლარითაც ახვიდე, ქეშით, რავი, პარათით და ასე შემდეგ. თუმცა
აქაც ხვდებიან, რომ არსებობს ახალი სეგმენტი მომხმარებლების, რომელსაც გააჩნიათ კრიპტო და ამ კრიპტოს დახარჯვა უნდათ. ხო, ეს კრიპტოს დახარჯვა არ არის მარტივი ამბავი, იმიტომ რომ გვჭირდება შესაბამისი კრიპტობარათი, არ უნდა გამოიყენო exchange-ი, მე ლოკალური ბანკი არ გიქნება და ქეშად უნდა აიღო, ქეში შეიძლება არ გაწყობდეს, იმიტომ რომ ქეშით არავინ აღარ მოძრაობს და შესაბამისად ეგეთი სერვისების დანერგვა ძალიან საინტერესოა კრიპტო მომხმარებლებისთვის. ხო, აი მაგალითად მეც რო ფიქრობ, რომ აი ხა უცხოეთში რო წავიდე და იქ რომ მომინდეს ან დამჭირდეს ხო რაღაცა კრიპტოთი გადახდა, სამაურ რთული პროცესი არის დღეს, იმიტომ რომ არ მაქვს კრიპტო ბარათი, სადაც შემიძლია ჩავიწყო პირდაპირ მაგალითად USDT, ხო? და კარგია რომ ქვეყნები როგორც არის ტაილანდი რითი გამოირჩევა, ხო, ბევრი უცხოელი მან ცხოვრობს და იქიდან მუშაობს, იმიტომ რომ საკმაოდ იაფი ქვეყანა არის, საჭმელი იაფია, რავი, ქირაობაც იაფია და ასე შემდეგ და ეგრეთ წოდებულ digital nomadებს, ანუ ციფრულ სამყაროში მომუშავე ადამიანებს უყვართ ტაილანდში ყოფნა, ხო? და აქეთ ამ მიმართულებით, ანუ კრიპტო გადახდის მიმართულებით უკვე ახალ სეგმენტზეც გადავლენ, რომელსაც კიდევ უფრო გაუმარტივებენ მათ ცხოვრებას, ხო? წარმოიდგინეთ საქართველოში რო ცხოვრობდეს ბევრი ესეთი ადამიანი და არა მხოლოდ რუსი, რომელიც თბილისში და ბათუმში არის, არამედ რა ვთქვა, ევროპელი, რომელიც მუშაობს საფრანგეთში და კრიპტოში აქვს შემოსავალი და შეუძლია თავისუფლად საქართველოში ხარჯოს ეს ფული, ეს რა თქმა უნდა საქართველოსაც ძალიან კარგი იქნება და იმედია მომავალში ეგეთ რაღაცებსაც ვიხილავთ. მოკლედ ვთქვათ, ეს იყო ამ კვირის ამბები. იმედია, კარგი ზაფხული გაქვთ. სექტემბერში ისევ უფრო აქტიურად დაგიბრუნდებით და თემებიც უფრო დიდი იქნება ჩემი აზრით. მანამდე დაგემშვიდობებით და დროებით. თუ გაინტერესებთ და გაქვთ რამე კითხვები კრიპტოსთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგწეროთ და ვეცდებით, რომ გიპასუხოთ კითხვებზე. მადლობა.